როგორც იცით, ტრამპის ხარე განცხადებებს ისე არ ჩაულია. მან გავლენა მოახდინა როგორც გლობალურ პოლიტიკაზე, ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა კურსკის სპეცოპერაცია, სადაც რუსებმა ისეთი სახის კონტრშეტევა მოაწყეს, რომ მთლიანად კურსკის ტერიტორიებს, რომელიც რუსეთმა ამ ომის განმავლობაში, ბოლო 1 წლის განმავლობაში დაკარგა, ძალიან მალე იბრუნებენ. თან იბრუნებენ ისეთი ტექნიკით, მეგობრებო, რომ გაგეცინებათ, ეხლა მე კადრებს განახებთ, ეს არის კურსკიდან, რუსეთიდან. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერამშია მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. გადაღებული, სადაც ის გაზის მილი რო იყო, ხო იცი, საიდანაც ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდებოდა. ეხლა უყურეთ რა მოხდა, რა სასაცილოა თან ძალიან. ანუ ეს გაზის მილი, როდესაც გადაიკეტა, რუსი ჯარისკაცებმა მოახდინეს დესანტირება, ანუ შევიდნენ ჩვეულებრივად ამ გაზის მილში და მოახდინეს გადაჯგუფება მთელს ამ ტერიტორიებზე. რამაც ფაქტიურად ალყაში მოაქცია უკრაინული შენაერთები და საგრძნობლად შეცვალა საბრძოლო თეატრი. აი მოდი ახლა მე თქვენ განახებთ ამ ვიდეოს, მეგობრებო, აი გაგეცინებათ რა. აი გაზის მილში გადიან ჩვეულებრივად რა. Где мы нахуй? В трубе, сука! Труба куда ведет? На суджу нахуй! Это და ხო და ქალაქ იმაზე სუძაზე გადიან პირდაპირ. ანუ აი ხო აი ძალიან პრიმიტიულია ეხა ესეთ აი ვიეტნამში იყენებდნენ ხოლმე ესეთ საბრძოლო ტექნიკას. ჩრდილოეთ ვიეტნამელები როგორ იყენებდნენ იცით? მაგათმა იქ ხო ძალიან ბევრი ქეივი იყო ისინი გამოქვაბულები რა და ბევრი მიწისქვეშათა ესეთ აი როგორც ჰამას აქ მოწყობილი იქ რა ქვია. მთელი მიწისქვეშა ლოჯისტიკა და ახლობებით ეგეთი ქონა რაღაც მოიერიში ვირთხებიც ერქვა რომელიც TNT ეყენა და ფეთქდებოდა რომ მიდიოდა რა პატარა ვიღა ვირთხას იმხელას მიამაგერებდნენ რომ ხა წნევა და ხურულ სივრცეში ძალიან მაღალია და ბუნებრივია ლეტალობა მაღალი იყო ხო და ახლობებით იგივეა ეს ათხუნელებივით ჩავიდნენ იმაში და გავიდნენ და ის მოახდინეს და დესანტირება და გადაჯგუფება. Ёбнуться! Никогда бы не подумал 12 километров по трубе, сука, братан, ебать. 12 კილომეტრов წარმოიდგინეთ. ეხა ამდენ 25 კილომეტრებს რო გაივლი შენ ეხა ტრუბაში ჩაულებრივად რა მილში. ეს იცით რისგან გამომდინარე მოხდა კიდე რომ ამერიკამ უკრაინას შეუწყვიტა სატელიტური და სადაზრო ინფორმაციის გადაცემა. ესეც იცოდეთ. თუ რაკამდე შეიძლება ვერ მოეხდინათ ეს ყველაფერი მაგრამ Ебать, это пизда, ебать, нахуй. ანა აფეთქე შედალოცილო ან რაღაცა გააკეთე ხო რაღაც სასაცილოა ესეთი რაღაცა ეხა ხო თანამედროვე ომის თეატრში. კაი ხა მოდი მე მინდა განახოთ რა დღეშია ლიბერალური მედია იმის ფონზე, როდესაც ფრონტზე იცვლება მდგომარეობა და მათი შექმნილი ილუზიები, რომ უკრაინა ომს იგებდა და ზელენსკი უკვე მოსკოვის მისადგომებთან იდგა და ნაპოლეონივით უკან დაიხია. ხო, რაღაცა ხა მაგ ილუზიებში ხო ცხოვრობენ, რეალობა რა არის ხა. იმდენად კაფიო რეალობა გამოჩნდა ბოლო პერიოდში, რა თვით ლიბერალური მედიაც ტყუილებს ვეღარ ამბობს უკვე, ანუ შეუძლებელი რაღაცებს უბრალოდ ვერ გადააკეთებ, ხვდებით? აი ესეთი პანიკა გვაქვს რა. კურსკიდან მოდის, არც თუ ისე სახარბიელო სიახლეები თქვენც ნახავდით ამას, ბოლო განახლებით კურსკის რეგიონში სავარაუდოდ აღარ დარჩა მსხვილი უკრაინული საბრძოლო დაჯგუფებებიო. დიდმა ნაწილმა, მათ შორის 57 მექანიზებულმა ბრიგადამ კურსკის პლაცდარმა უკვე დატოვეს. მოსალოდნელია, რომ მალე კურსკში უკრაინელების მიერ კონტროლირებულ ტერიტორია სრულად გადავა რუსეთის ხელში. ამას ფორმულა ამბობს. დაუჯერებელია ჩემთვის. ყოჩახ. კაია რომ სიმართლეზე გადახვედით და მე მიხარია, რადგანაც თუ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მედიაში არ გაჩნდა სიმართლის ნაპერწკალი, ამ ხალხს მართლა ძალიან ცუდი პროპაგანდის ქვეშ ცხოვრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც ამბობდნენ, რომ აგერ რუსეთი იშლება, რუსეთი ომს აგებს და ხო ხვდებით, აგერ პუტინმა იმაზე თქვა, ხა მე განახებთ მაგასაც. აგერ ძმაო. აი სტრატეგიულად რა შეხედოთ, ხა ესე ალყაში კურსკი მოქცეული რა, ქალაქის სუძა, უკვე ეს მილიეს ლურჯი, რომელიც გადის ამ ემაზე, აქ მოახდინა და ფაქტიურად ალყაშია რა. აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და უკვე აქედან დასავლეთ ნაწილიდან, იმიტომ მთლიანად მოიქცეს საკუთარი თავი ალყაში. აი ხა ესე ჩავიდა პუტინი კურსკის რეგიონში ამ სამხედრო კომოფლიაშით. ეს არის პირველი შემთხვევა მთელი ამ საბრძოლო მოქმედებების თეატრის დროს, როდესაც თვით რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი ეწვია ფრონტის ხაზს და რახან რუსეთის პრეზიდენტი ამას ეწვია, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზრო ინფორმაცია მას უეჭველი ქონდა ის, რომ ეს ადგილი უკვე უსაფრთხოა და უკრაინელები ამაზე შედევას არ აკეთებენ. აქამდე ეგ არ გაუკეთებია საერთოდ. ხო კადიროვმა კი რაღაც ხაპრები დადგა, ვითომ იქ იყო ფრონტის ხაზზე, მაგრამ ხა კადიროვი ხა ბუნებრივია, მაშინ რეალობა ძალიან ამცდარი იყო და ხა პუტინის და ჩავიდა, მას გარანტიები აქვს ესე კი, ხო? და სამხედრო თვალსაზრისით და სადაზრო იმ კუთხითაც ქონდა ამის ის, რომ რახან ისეთი ნაბიჯი გადადგა თვით ფრონტის ხაზი ახლა რა. და ესეთი მომენტი გვაქვს მეგობრებო, რა, ესე ვითომ აი რაღაცა აქამდე რო ადამიანების დიდ ნაწილს ეჯერა, რომ აი მაგალითად
ის არის რა ქვია რა, რომ აი წაგებული ომია, რაღაც ხაპრებში, რაღაც ინფორმაციულ ვაკუუმშია ცხოვრობდნენ ამ ხალხს, რაღაც პროპაგანდით ტუმბავდნენ გონებას, რომ აი რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, მეორე ფრონტი გახსენი. Ну, აი სამწუხაროდ ეხა მე ხო გეუბნებით მე არ ვერჩი უკრაინელ ხალხს, მე პირიქით უკრაინელი ხალხი რომ მიყვარს და რომ არ მინდა რომ ჩაიხოცოს, მაქედან გამომდინარე მინდა რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. აქ არანაირი სიზულილი უკრაინელების მიმართ არ მაქვს, რა სისულელი არც უკრაინელი მზულს და არავინ არ ზულს ამ ქვეყანაზე, კაცო. მე აქ მაგ კონკრეტულად იმ პირებზე საუბარი, ეხა ეს ადამიანია, ოლექსანდრ დუბინსკი. ეს არის მეგობრებო უკრაინის პარლამენტის ამ დუმის წევრი, რომელიც არის ზელენსკის პირადი პოლიტპატიმარი. პუტინსაც ყავს ეხა ვიცი, მაგალითად პუტინსაც ყავს, ხო გავიმეორე, პუტინსაც ყავს პოლიტპატიმარი, ზელენსკისაც ყავს. ეხა მე რატო ვამახვილებ ზელენსკიზე? ყურადღებას, ეხა ზელენსკის თავი მოაქრო, ის დიქტატორი არ არის. ბასინელეში ეს ადამიანი ეხა ყურად რას საუბრობს სასამართლოზე. ეს ტრამპს ეუნება. მადლობას. ესენი ჩალიჩობენო, რომ ჩვენ გვაგვაჩუმოვნო, არ ვილაპარაკოთ სიმართლეო, აქ საუბრობს ზელენსკის ადმინისტრაციაზე, ეს არის პოლიტპატიმარი. და დიდი მადლობაო დონალდ ტრამპო, ნუ ისე დაიწყო თავიდან ისე კადრი ამოჭრილია, რომ თქვენ მშვიდობას უჭერთ ხარს უკრაინაშიო. ზელენსკის ჩალიჩობს, რომ ხალხის ხმა ჩაახშოსო და თითქოს უკრაინამ მშვიდობას ხელს არ აწერსო. და სინამდვილეში უკრაინაში აბსოლუტურად სხვა განწყობები. მე იმიტომ მქონდა აქამდე ნალაპარაკები ის, რომ ანუ თუ უკრაინაში არ მოხდა რაღაცა, ესე ვთქვათ, ვიღაცა ახალი მაიდანი აქ არ დადგა და თავრობა არ გამოიცვალა. ხო ესენი ისე არიან deep state-თან ჩახლართულები, რომ ეს ომი არ დასრულება კარგ ხანს, თორე ზელენსკი კი გაიქცევა მე ქვეყანა, მაგრამ ეს საწყალი ხალხი ხო დაიღუპება. ანუ წავიგეთ ტიპი იმდენად სიმართლეს საუბრობს, რომ ეს აი ნაციონალური გვარდია ეს უკრაინელი მეგობრებო. ვაშკაცი ადამიანი არც უწევს წინააღმდეგობას, რომ ეს სიმართლე არ თქვას. რადგან ნახეთ აი ამ ადამიანის რეაქციებში ჩანს, რომ იცის რომ ეს ადამიანი სიმართლეს საუბრობს, მაგრამ იძულებულია სამსახურებრივ მოვალეობა შეასრულოს და ესე იყოს რა. დიდ მადლობას გიხდით ამ და რომ ვერ მაჩვენებდნენ და ვერ იმოშებოდნენ, სწორედ მაქედან გამომდინარე გამოგზავნეს ციხეშიო რა. და ეს არაერთი ილონ მასკმაც ისაუბრა სხვათა შორის, ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომ თვითონ ზელენსკის იმას შეეწირა. რეჟიმ შეეწირა და შესაბამისად ეს ხალხი, რომლის ხმა ჩვენ არ გვისმის ახლა უკრაინაში ადამიანს, რომელსაც მშვიდობა უნდათ, რომელიც ნორმალურად მოაზროვნე არიან, ანუ სამთავრობო საშუალებები არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ამ ადამიანმა ხმა ამოიღონ. ამიტომ ყველას რუსებად იმაშებიან, ათლავენ ეგრევე. აი როგორც საქართველოში ხა შენ თუ მშვიდობა გინდა პრორუსი ხარ, იმის საქმეს აკეთებ პუტინის. ხო, რა სისულელია, რატო უნდა გვინდოდე შენ რუსული საქმე? რატო უნდა ვიყოთ პუტინისტები, ხო? რატო უნდა ვიყოთ? არავინ არ აქვს პუტინისტი და არავინ არ აქვს პრორუსი. აქ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ამ ხალხისთვისაც მშვიდობა გვინდა, გაიგეთ რეალურად, იმიტომ რომ ეს დაეტაკა და ზელენსკი აიძულეს ამ ყალბი დაპირებებით დასავლეთიდან, ყალბი დაპირებები, რასაც შეიძლება ნატოზე ეუნებოდა, მიდი შენ შედი დაგიცო. დაიწყო ომი, მიატოვა, ნატო განზე გადაგა, ამერიკა განზე გადაგა, ევროპა განზე გადაგა და ერთ იარაღს აძლევდნენ ამ საწყლესო, არც მოკვდეთ, არც გაიხაროთ და ეგრე ხო არ არის ხა ბირთული რეაქტორებისა და ბირთული იმის რა ქვია შეიარაღების სახელმწიფოს მეგობრებო ომს ვერ მოუგებ. რაც არ უნდა მაგარი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბრძოლა წარმოო. ეს არის თანამედროვე ასიმეტრიული ომის მთავარი ფუნდამენტური კანონი, რომ ბირთული შეიარაღების მქონე ქვეყანა შენ ვერ მოუგებ ომს. აქედან გამომდინარე, იმიტომ შესაძლებელი თუ იყო ამ ომის თავიდან აცილება და ეს შესაძლებელი რა თქმა უნდა იყო, ამას ძალიან დიდი ძალიან ბევრჯერ მაქვს, ძალიან ვრცლად ამ თემაზე ნასაუბრები, მაგრამ მარტივ პროცედურებს იმას შეგახსენებთ, რომ შენ როდესაც ხვდები, რომ გიყენებენ დასავლეთიდან, რომ შენ უნდა გაომონ ვიღაცასთან, შენ მაქსიმალურად უნდა ეცადო, მაქსიმალურად რომ ეს ხალხი არ ჩახოცო, გაიგე? და ჩვენ პოლიტიკოსი რისთვის ხარ, შენ უნდა მიხვდი ამ ყველაფერს, რომ ვიღაცა გაიძულებს იქიდან. შეიძლება რუსეთსაც უნდა, კაცო, რუსეთს თუ მიზეზი უნდა, ისედაც ჩემოა, ხო, მაგრამ რაც უბრალოდ ნაკლები მიზეზს მიცემ, ნაკლები მსხვერპლი იქნება. და მე მჯერა რომ ეხა ჭარ იმას რა ქვია, მკვირცხლ გონებას და მოაზროვნე ტვინს და კარგ აი ტალეირანისნაირ დიპლომატს ან მატერნიხისნაირ დიპლომატს შეუძლია ნებისმიერი ომი თავიდან აირიდოს. მაგრამ ხა ზელენსკი ისეც ღაპრებს ყვება, რომ მე მაგ ადამიანის გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვირა. აჰა. მე ხوار რომ ბაგეთს უკრაინელი კაცი საუბრობს, ალალ მართალი კაცი, რავი, რას ვერჩი ამ უკრაინელს? არაფერს არ ვერჩი, არც ამ ჯარისკაცს მე არაფერს არ ვერჩი, რომ მეუნებით უკრაინელები გძულს რა შუაში არავინ არ ცულს. აგერ ზელენსკის რეჟიმი ცდილობს, რომ ჩვენი ხმა ჩაახშოს უკრაინაშიო. აგერ ამოს უკრაინელი მე ხوار რომ ვამბობ ამას, მე ხوار ვიგონებ რუსი ხوار არ უკრაინელი. ანუ აქ ტრამპს უხდის ბოლომდე მადლობას და ის რომ უკრაინელ ხალხს უნდა მშვიდობა. მეგობრებო, აი ხა რა არის რა ჩემი პოზიცია მინდა
განვაახლო, ესე ვთქვათ და ესე ვთქვათ, დავადასტურო ჩემი ურყევი მხარდაჭერა გლობალურ პოლიტიკაში, კონკრეტულად იმ რეალ პოლიტიკის, ესე ვთქვათ, თეზისებს, რომელიც დგას რეალურ გადაწყვეტილებებზე. ანუ ჩვენ სადაც ილუზიები და საზრდობთ და ალტრუიზმით. ანუ ალტრუისტული რწმენა არის, მეგობრებო, როდესაც ახლა მე რო თქვენ დაგპირდეთ ეს რამეს, რომ ახლა მე ვიბრუნებ, ახლა დღეს ხო აფხაზეთს ვიყრობ, ხვალს იმას რა ქვია, სამაჩაბლოს, მერე ზეკ ტაუკლარჯეს, მერე ჰერეთი, მერე ტაუკლარჯეთ. ეს არის კაცრი, ესე ვთქვა, ალტრუისტული რწმენა, რადგან დაპყრობით იცი, რომ საგანო პოტენციალი არ გააჩნია. მაგას ადგეს და დაიპყროს. ანუ ჩვენ რა პოტენციალის გაგვაჩინეს არის დიპლომატიური საუბრები, ეკონომიკური ფორუმები, სავაჭრო ურთიერთობები, სხვადასხვა გეოსტრატეგიული იმების, რა ქვია, ტერიტორიების, ესე ვთქვათ, სტრატეგიულ ობიექტებად ქცევა, რომ მე ეს ყველაფერი სამშვიდობო სარტყელად და ისეთ სახის დერეფნები შევქონოთ ჩვენო, მშვიდობა შევინარჩუნოთ რეგიონში, ხო? ნორმალური პოლიტიკოსი ესე უნდა ფიქრობდეს. მაგრამ ხა უკრაინას მე კი არაფერზე ვერჩი, მე არაფერი ჯინი არ ჭერს უკრაინელი ხალხის მიმართ, საერთოდ. მე კონკრეტულად ზელენსკის ადმინისტრაციას ვურხევ და მაგას ვაკრიტიკებ, რომ შესაძლებელი იყო შენ რომ ესე არ გამოგეწვია რუსეთი, როგორცაც ჩასძახებდა დასავლეთი იქიდან, დღეს შეიძლება ეს ომი არ მოხდარიყო საერთოდ. მაგრამ ამან კონკრეტულად არ აირიდა თავი. აგერ დღეს კაცი იმის მაგეროთ, რომ ეს სისხლის ღრმა და ეს გენოციდი უკრაინელი ხალხი შეწყვეს, ჩადის და ბრიტანეთიდან დახმარებებს ელოდება. იმან ხო იცის, კაცო, ამხელ ამერიკა 3 წელი გამარეკებს, იმან ვერ მოგაგებინა ომი. იმან შეგირწყვიტა და შენ დიდ ბრიტანეთს ეკიდები ეხლა და ევროპას? როგორ აბსურდია ხო ამის რწმენა? აქედან გამომდინარე უკრაინაში უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ახალი მაიდანი და ზელენსკის რეჟიმი უნდა დაემხოს. თორე ეს ადამიანი მართლა დიქტატორად იქცევა და ეს ამოეფარება ყოველთვის იმ ნარატივს, რომ აი რუსეთი ყოველთვის ბომბა აქვს, ისა რა დასავლეთი ჩემი პარტნიორია, ჩვენ ნატოში უნდა შევიდეთ, ჩვენ ის უნდა ვქნათ, ჩვენ ეს უნდა ვქნათ, ხო? ამიტომ მეგობრებო, ეს აუცილებელია, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, პრაგმატულად მივიდგეთ ამ საკითხს. აქ არანაირი სიძულვილი, აქ არანაირი პრორუსობა და აქ არანაირი პუტინის სიყვარული არ არის. როგორც უკრაინის მთავრობა უნდა ზრუნავდეს საკუთარ ხალხზე, ისევე საქართველოს მთავრობა უნდა ზრუნავდეს. ეს არის ოქროს წესი. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ რეალობას, რომ ჩაგვეხოცება ხალხი, ომს ისედაც წააგებ და შეშფოთება იქნება цаრი და იმ კოდას ვინ გამიცოცხლებს მერე. აუ ეს არის რა ჩემი მესეჯი ხა. კურსკის დაბრუნებით ეს უკვე რუსეთს აქ წვანეშუქი ანთებული, იმიტომ რომ იცის ტრამპი ეხა სუპრარუსულ განცხადებებს აკეთებს, ბევრ რაღაცაზე აუნთო კიდევაც მწვანე, აგერ დახმარება შეუწყვიტა, სადაზორო ინფორმაციას აღარ აძლევს. რაღა დარჩა შენი უკრაინა? რამხელა ტერიტორია აქ იცით ოკუპირებული უკვე რუსეთს? ძალიან დიდი, ძალიან დიდი. უბრალოდ ვერ ვამჩნევთ ამას, იმიტომ რომ უკრაინა ზოგადად დიდია და უკრაინის რუკა რო გადაიდანო ცენტრალურ ევროპაში, იმხელა ტერიტორია რო გულის გაგისკდება, რამხელა აქ დაჭერილი. ხა ის მიდის და მიდის წინ. რა თქმა უნდა. რუსეთის ბუნება არის, ხო, ეგ თავისთავად, ეგ ვიცით. რავი, რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? დაწერეთ კომენტარები. რამე სიახლე თუ იქნება, მე საქმის ყურში ვიქნები და მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო, მთავარია აზროვნება შევძლოთ საღად და არ ვიყოთ რაღაც გოიმურ ალტრუისტულ რწმენებში ჩაფლულები, რომ რაღაც ჩვენ არ დავაზიანოთ, ჩემი თავი კი არა, კაცო. ჩემ თავს ჯანდაბა, ჩემი და ქვეყანა არ დავაზიანო ომით და ჩემი ხალხი არ დავაზიანო. ეს უნდა იყოს პოლიტიკოსის მთავარი მორალი, მთავარი კომპასი, რითიც უნდა ხელმძღვანელობდეს. თორე პირადი ამბიციების რო გადავაყოლო, ხო? მე ძალიან სუდი გავხდები და ნებისმიერი სხვა. დროებით.